მოგესალმებით. ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება ცენტრალიზებულ კავშირს. თუ ადრე უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა წევრი ქვეყნების აზრსა და მათ შორის თანხმობის მიღწევას, ახლა პირიქით ხდება. ახლა ბრიუსელი წევრი ქვეყნების ხარჯზე ატარებს Deep State-ის დაკვეთილ პოლიტიკას. თუ წევრი ქვეყნები ამ პოლიტიკას არ ეთანხმებიან, მაშინ იწყება სანქციების დაწესება, ხელის გადაგრეხვა, ზეწოლა, შავი პიარი მედიაში და ასეთი წევრების მარგინალიზება. მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და ახლა უკვე ჩეხეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაუთავებელ დაფინანსებას და საკუთარი ქვეყნების ენერგეტიკული მდგომარეობა აფიქრებთ, ბრიუსელმა ისინი მარგინალებად აქცია. იმისთვის, რომ ევროკავშირი უფრო ადვილად მართვადი გახდეს და ევროკომისიას აღარ სჭირდებოდეს წევრი ქვეყნების თანხმობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა და თავდაცვის საკითხები, საჭიროა ვეტოს უფლების გაუქმება. იანვრის ბოლოს ევროპის სახალხო პარტიამ კონგრესი ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პარტიის პრეზიდენტი მანფრედ ვებერი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფრიდრიხ მერცი. კონგრესზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ საჭიროა ვეტოს უფლების გაუქმება და კვალიფიციური უმრავლესობის წესით საკითხებზე შეჯერების დაწყება. ახსნა შემდეგნაირია: სწრაფაცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწრაფი რეაგირებაა საჭირო და წევრი ქვეყნები ვეტოს უფლებით ამას ხელს უშლიან. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თუ ვინმე ხელს უშლის ევროკავშირის როლსა და სწრაფ რეაგირებას ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ისევ Deep State-ის მართული ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები არიან. ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი ევროკომისრები, ევროპარლამენტი და სხვა ევროსტრუქტურები. სწორედ მათი ქმედებები და მათი რეალობას ასთენილი პოლიტიკა იწვევს პრობლემებს ევროკავშირისთვის. თუ კი ბოლო პერიოდში სადმე ვეტოს უფლება ყველაზე ხშირად გამოუყენებიათ, ისევ უკრაინის ომთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ისიც იმიტომ, რომ ბრიუსელის სანქციების ფონზე საკუთარი ქვეყნების ეკონომიკა და სოციალური ვითარება არ დაენგრიათ. თუმცა ბრიუსელი მაინც ახერხებს, რომ გვერდია უაროს წევრი ქვეყნების ვეტოს. ცდილობენ საკითხები ისე შეფუთონ და ისეთ რეგულაციებად დაამტკიცონ, რომლებზეც ვეტოს უფლება არ ვრცელდება. ბოლო ასეთი ქმედება 2027 წლიდან რუსული გაზის აკრძალვას ეხებოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობდა, რომ ნაცვლად ერთსულოვანი მიდგომისა გაზის აკრძალვა სავაჭრო პოლიტიკის ზომის საფარქვეშ დაამტკიცეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროსტრუქტურები იურიდიული სქემების გამოყენებით წევრი ქვეყნების ინტერესებს განზე ტოვებენ. გამიხსენოთ, რომ გასული წლის მარტში ევროპულმა საბჭომ ასეთივე მეთოდი გამოიყენა უნგრეთთან მიმართებით. მაშინ საბჭოს საგანგებო სხდომა იმართებოდა უკრაინასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ დასკვნა მიიღოთ, საჭირო იყო 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, მაგრამ უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება გაუთავებელ საომარ რიტორიკასა და ომის პოლიტიკას. ამიტომ ანტონიო კოშტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, გამოიყენა ბიუროკრატიული შესაძლებლობა და უნგრეთი განზე დატოვეს. უკრაინასთან დაკავშირებით ჩანაწერი ევროკავშირის თავდაცვის შესახებ დასკვნას დანართის სახით დაუმატეს. ასე მარტივად შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის უფლება წაართვეს. ევროკავშირის ერთ-ერთი საყრდენი არის კონსენსუსის წესი. ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა წევრი ქვეყნის საერთო თანხმობის, ანუ კონსენსუსის შემთხვევაში. და თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, მაშინ ამ ერთი ქვეყნის ვეტოსაც კი ინიციატივის ჩაგდება შეუძლია. სწორედ ამ წესის გაუქმებას ითხოვდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ვეტოს უფლებას ფონ დერ ლაიენი ერთსულოვნების ბორკილებს უწოდებდა. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ, თუ როგორ ცდილობს ბრიუსელი ავტოკრატიული მმართველობის გაძლიერებას. ის რომ რაღაც მკვეთრად და რადიკალურად შეიცვალა, არა მხოლოდ ქუჩებში აისახა. ასეთივე კონტრასტული სურათია პოლიტიკაში, ეკოლოგიაში, ეკონომიკაში, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში. სიმბოლურია, რომ ახალი ბრიუსელის დევიზი სწორედ 2015 წელს გაჩნდა. მაშინ, როცა ევროპის კონტინენტზე ღია საზღვრების და მიგრანტების მასიურად მიღების პოლიტიკა სავალდებულოდ გამოცხადდა. სწორედ მაშინ და ამ ფონზე იტყვის ჟან-კლოდ იუნკერი, ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერი, ფრაზას, რომელიც ახალი ევროპის ახალ სიმბოლოდ იქცევა. ევროპული ხელშეკრულებების წინააღმდეგ დემოკრატიული არჩევანი არ შეიძლება არსებობდეს.
თავად ეს ფრაზა ახალ პოლიტიკას არ ქმნის. ის პირველად ამხელს და აჩვენებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უკვე შეიცვალა. იუნკერმა თქვა ის, რასაც მოქალაქეები უკვე გრძნობდნენ. არჩევანი არსებობს, მაგრამ პოლიტიკაზე გავლენა აღარ აქვს. ხმა ისმის, მაგრამ არანაირი შედეგი აღარ აქვს. დემოკრატია ფორმად რჩება, მაგრამ არანაირი შინაარსი აღარ აქვს. მოკლედ შევადაროთ. ევროკავშირის პოლიტიკა ნიშნავდა დებატები წინ უსწრებდა გადაწყვეტილებას. ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა კი ნიშნავს გადაწყვეტილება წინ უსწრებს დებატს. ევროკავშირის ეფექტი ნიშნავდა წევრების ფართო ჩართულობას და კომპრომისს. ფონ დერ ლაიენის ეფექტი კი შერჩევით წვდომას და დირექტივებს. ევროკავშირის ეფექტი იყო ნელი, მაგრამ ინკლუზიური პროცედურები. ფონ დერ ლაიენის ეფექტი გახდა სწრაფი, მაგრამ დახურული პროცედურა. ეს განსხვავება მნიშვნელოვანი ყველასთვის ხდება. ნდობა და ინტერესთა ბალანსი აღარ არსებობს. გამოცხადებულია, დემოკრატია დაშვებულია იქამდე, სანამ ის დიპ სტეითის მიერ მართული ევროკრატების სისტემას არ ეხება. ევროაქტივი წერს. ნამდვილი კითხვა, რომელსაც დღეს კომპანიები სვამენ, არ არის ის, შეიცვალა თუ არა გავლენა, არამედ როგორ იმუშაონ ეფექტურად ამ ახალ გარემოში. როგორ დაალაგო ჩართულობის პრიორიტეტები, როცა ძალაუფლება უფრო კონცენტრირებულია. როგორ გახადო შენი ხმა მოსმენადი, როცა დებატები პოლიტიზებულია და გადატვირთული. და როგორ აიცილო თავიდან დროისა და ენერგიის ფლანგვა ისეთ საქმიანობაზე, რომელსაც რეალურად აღარ აქვს გავლენა პროცესზე. ბრიუსელმა თქვა, რომ ხალხის არჩევანი შეიძლება იყოს არასწორი. ევროკრატია დემოკრატიას აუქმებს, თამაშის წესებს ცვლის. აქედან იწყება ნდობის რღვევა, კონსენსუს დირექტივა ცვლის, დარწმუნებას შანტაჟი და სანქციები. ხოლო გავლენა, რომელიც ნდობაზე არ დგას, ძალადობად იქცევა. ევროაქტივი წერს, რომ ფორმალურად თითქოს ყველაფერი ისევ მუშაობს. ევროკავშირი ფუნქციონირებს. კოლაფსი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად იღებს გადაწყვეტილებებს იმავე დემოკრატიულ გარემოში, როგორშიც ადრე. ეს არ არის არღვევა კოლაფსის მნიშვნელობით. ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების მექანიზმი კვლავ მუშაობს. კონსულტაციები კვლავ ტარდება, გავლენის შეფასებები კვლავ მზადდება, წინადადებები კვლავ გადის ინსტიტუციებს, თუმცა გარემო, რომელშიც გადაწყვეტილებები ყალიბდება, მკვეთრად განსხვავდება. დემოკრატიის ადგილს თანდათან იკავებს გავლენიანი პერსონების ქსელი და მათ მიერ კულისებში შემუშავებული გადაწყვეტილებები. შემდეგ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებები ძალის დემონსტრირებით და ინსტიტუციებზე ზეწოლით ხდება ყველასთვის სავალდებულო. პირველ ასეთ გადაწყვეტილებას ბრიუსელი 2015 წელს მიიღებს და ყველა წევრ-ქვეყანას საზღვრების გახსნას და მიგრანტების მიღებას დაავალდებულებს. არავის სურს, ყველა იძულებულია, იმიტომ რომ მიგრაციის საკითხში ბრიუსელის ერთიანი გადაწყვეტილება არ ერგება ეროვნულ რეალობას. ამიტომაც ეროვნული პარლამენტები წინააღმდეგობას აცხადებენ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ევროპული ვალდებულების სახით თავს მოხვეულია. მაგალითად, ევრონიუსი წერს, თითქოს მიგრანტების კვოტირების, სხვა ქვეყნებში მათი გადანაწილების საკითხი შეთანხმებულია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასევე შეთანხმდნენ ეგრეთ წოდებული მიგრაციული სოლიდარობის რესურსის მოცულობაზე მომავალი წლისთვის. ამრიგად, იმ ქვეყნებიდან, სადაც მდგომარეობა ყველაზე მძიმეა, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და კვიპროსიდან, შესაძლებელი იქნება 21,000 მიგრანტის გადაადგილება, გადანაწილება, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 420 მილიონი ევრო. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ ლატვიის ხელისუფლებისთვის ეს კვოტირებაც მიუღებელია და ჯარიმებიც. ლატვია ახალ მიგრანტებს არ მიიღებს და მათთვის თანხას არ გადაიხდის. ევროკავშირის მიგრაციის პაქტის თანახმად, ქვეყნები ტექნიკურად ვალდებული არიან მიიღონ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან გადასახლებული მიგრანტები, ან გაიღონ 20,000 ევროს ოდენობის ფინანსური შენატანი თითოეული მიგრანტისთვის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს. ჩვენ არც ერთ მიგრანტს არ მივიღებთ და არც ხვისი მიგრანტებისთვის გადავიხდით. უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ზომებს. აჯანყება იწყება. ტრადიციული წინააღმდეგობაა პოლონეთშიც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს. პოლონეთი ამ პაქტის საფუძველზე არც ერთ მიგრანტს არ მიიღებს. პოლონეთმა უკვე მიიღო ასობით ათასი მიგრანტი რუსეთ-უკრაინის ომის გამო. მიგრანტების გადანაწილების სისტემა აზრს მოკლებულია და უხეშად არღვევს წევრი სახელმწიფოების უფლებებს. წინააღმდეგია საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ავსტრია. ომით დანგრეული და კორუფციაში ჩაფლული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ ერთი მგრძნობიარე თემაა. ფონ დერ ლაიენს ეჩქარება და კიევის სწრაფ გაწევრიანებაზე საუბრობს. Joining the European Union is my fourth point.
მაგრამ უნგრეთი ბლოკავს, სლოვაკეთი ამუხრუჭებს. მიზეზი ისედაც დასუსტებული ევროკავშირის ეკონომიკაა, რომელსაც ახლა უკრაინის აღდგენის ხარჯები არ აქვს. უნგრეთის პრემიერი პირდაპირ აცხადებს. თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრია და ომში ერთვება, ის ჩვენც ავტომატურად გვათრევს ამ ომში. სწორედ ამიტომ ჩვენი აზრით უკრაინის წევრობა გამორიცხულია. იქნება ეს დაჩქარებული პროცედურით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით. ევროპელებს არ სურთ, რომ მათი ფული უკრაინაში დაიქცეს და მათ არ სურთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. მიგრაცია, სანქციები და გაფართოება. ომი უკვე გადაიქცა შიდა პოლიტიკური გადარჩენის საკითხად ეროვნული მთავრობებისთვის და ასეთ პირობებში დირექტივები კონსენსუსს ვერ ქმნის. გადაუჭრელი პრობლემები გროვდება და კრიზისის ფორმას იღებს. ბრიუსელი ვერ მართავს წევრების წინააღმდეგობებს. შედეგად ბრიუსელი ფორმალურად ინარჩუნებს ინსტრუმენტებს, მაგრამ რეალურად კარგავს გავლენებს. ახლა ბრიუსელის მთავარი ამოცანა აღარ არის რეალობის შეცვლა. ხვდება, რომ ხალხის ნებას, ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტს ვერ უმკლავდება. ამიტომაც ის საკუთარი გავლენების შენარჩუნებაზე გადადის. ამისთვის კი ის უკვე თამაშის წესების შეცვლას იწყებს. ფონ დერ ლაიენი ღიად განიხილავს ერთსულოვნების პრინციპის შემცირებას, ანუ კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადასვლას ისეთ სფეროებში, სადაც ადრე ვეტო მუშაობდა: საგარეო პოლიტიკა, სანქციები, მიგრაცია, გაფართოება და სამხედრო ხარჯები. ფორმულა ასეთია: ვეტო აფერხებს ეფექტიანობას, რეალური მიზანი ეროვნული წინააღმდეგობის გადალახვა. ბრიუსელი ხელში იგდებს ძალაუფლებას. ევროკავშირის ლიდერები ეროვნული ვეტოს გაუქმებას გადაწყვეტენ. ამ სათაურით აქვეყნებს ევროპიან კონსერვატივი სტატიას. გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხორვატიის დედაქალაქში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა გაიმართა. პარტიის ლიდერები, მანფრედ ვებერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ეროვნული ვეტოს გაუქმებისა და უმრავლესობით კენჭისყრის გაფართოების მხარდასაჭერი მოწოდებებით გამოვიდნენ. მათ ეს იდეა წარმოადგინეს როგორც პრაქტიკული პასუხი უფრო სახიფათო და არასტაბილურ სამყაროში. სინამდვილეში ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნაბიჯი დღემდე გადადგმული ძალაუფლების ეროვნული მთავრობებისგან დეცენტრალიზაციისა და ბრიუსელში კონცენტრირებისკენ, რაც შეზღუდავდა ცალკეული სახელმწიფოების შესაძლებლობას დაბლოკონ ევროკავშირის გადაწყვეტილებები. გამოცემის ინფორმაციით, მერცი განსაკუთრებულად მომთხოვნი იყო. მერცი განსაკუთრებით პირდაპირი იყო. არ შეიძლება, რომ რიგის ბოლოში მდგომი ყოველთვის განსაზღვრავდეს ტემპს. ვეტოს გაუქმების შემდეგ ყველა დიდი კრიზისი გადაიქცა არგუმენტად. პანდემია, ცენტრალიზებული შესყიდვები, ომი ერთიანი საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, იძულებითი სოლიდარობა. ყველა კრიზისულ ვითარებაში ბრიუსელი აიღებს მეტ ძალაუფლებას. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ ევრობიუროკრატია მიიღებს და ეს მექანიზმი ჩაანაცვლებს დემოკრატიას, ხალხის ხმას, სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. ეს უკვე ჰგავს დიპ სტეითის მართვის ლოგიკას, გადაწყვეტილებების მიღებას დახურულ წრეებში და მათი იძულებით გატარებას საზოგადოებაზე. იქ, სადაც ბრიუსელს აქვს შიდა გავლენა და ინსტიტუციური ბერკეტები, ის ცვლის გადაწყვეტილების მიღების წესებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. იქ კი, სადაც ეს გავლენა დაკარგულია, ის ცდილობს პროცესებზე ზემოქმედებას, მათ შორის არჩევნების გზით. ვეტოს გაუქმება შიგნით და არჩევნებზე ზეწოლა გარეთ, ერთი და იგივე ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიის ორი სახეა, მაგრამ რეალობა მაჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა მაინც ამომრჩეველს ეკუთვნის. ევროპაში ბოლო წლების არჩევნები სულ უფრო ხშირად იქცევა უარყოფის რეფერენდუმად, იმ დღის წესრიგის მიმართ, რომელსაც დიპ სტეითის მართული ელიტები საზოგადოებას სთავაზობენ. საუბარია მიგრაციის გაფართოებაზე, მუდმივ სამხედრო ესკალაციაზე, სანქციების პოლიტიკასა და გლობალურ ცენზურაზე. ამომრჩევლები ცდილობენ დაიცვან დემოკრატიული წესები და შეინარჩუნონ პოლიტიკური არჩევანის უფლება იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად მიიღება მათ გარეშე. საქართველო ასეთი ბრძოლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. აქაც 2024 წლის დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დიპ სტეითმა არცნო. ოპოზიცია და აქტივი ქუჩაში გამოიყვანა და ხელისუფლების ჩამოგდება სცადა. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს კი პრეზიდენტის სასახლის აღება სცადეს. თუმცა ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ხელოვნურ კრიზისს სწორი და პრაგმატული პოლიტიკით უპასუხა და საკუთარი ელექტორატის ნება დაიცვა. ასე რომ დღევანდელ ევროპაში მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, დარჩება თუ არა გადაწყვეტილების მიღება ხალხის ხელში, თუ საბოლოოდ გადავა არაფორმალური მმართველობის სისტემაში. ბოლო პერიოდში იმაზეც არის საუბარი, რომ უკრაინა სწრაფად მიიღო ევროკავშირში. მისცენ წვდომა ერთიან ბაზარზე, მაგრამ მისი წევრობა არ იყოს სრულფასოვანი. ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება საწყის ეტაპზე. ეს საწყისი ეტაპი რა პერიოდი გაგრძელდება, არავინ იცის. სამაგიეროდ იქნება პრეცედენტი, რომ არსებობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვეტოს უფლების გარეშე. შემდეგ ამ პრეცედენტის გავრცელება და სხვებზე გამოყენება უფრო ადვილი გახდება. ფონ დერ ლაიენი და მისი ევროკომისრები კი აბსოლუტურ ძალაუფლებას მიიღებენ.
მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.